როგორია წინასაარჩევნო გარემო და ამ დროისთვის რა ტიპის დარღვევები ფიქსირდება არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პარტიის მხრიდან. ამაზე არჩევნების დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შუალედურ ანგარიშებს გამოაქვეყნებენ. მათი აზრით, შეფასებით გასული წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა არსებობს საარჩევნო კოდექსის დარღვევის ცალკეული შემთხვევები. ამ მოსაზრებას პოლიტოლოგების და სოციოლოგების ნაწილი იზიარებს, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით ვითარება გაუარესებულია. გიორგი კობერიძე, სულხან ელბაკიძე დეტალებით. თუ ასე გაგრძელდა, ეს იქნება ალბათ ყველაზე კარგი საარჩევნო გარემო და საარჩევნო კამპანია, რომელიც საქართველოში ქონია. რამდენად გამართლდება პოლიტოლოგთა ნაწილის პროგნოზი, ეს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული. წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას პოლიტოლოგები შედარებას გასული წლების წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით აკეთებენ. ბაკურ კვაშილავა საკუთარ პოზიციას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რამდენიმე არგუმენტით ხსნის. მათ შორის ასახელებს იმას, რომ მისი აზრით პოლარიზებული გარემო და მასიურად ძალადობის ფაქტები აღარ არის, თუმცა არის ცალკეული ინციდენტებიც. კვაშილავასგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგთა მეორე ნაწილს. მე ვერ ვიტყვი, რომ ვითარება გაუმჯობესდა, რაღაც შეიცვალა ყოველ შემთხვევაში ასეთი სისტემური ზეწოლა სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ოპოზიციაზე, ჩემი აზრით, მანამდე არ იყო. რაც არ ნიშნავს, რომ მანამდე კარგად ექცეოდნენ ოპოზიციას. რეალურად უფრო მეტი დემოკრატია და პლურალიზმია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იყო მეტად პოლარიზებული და პოლარიზებული არა მარტო განცხადებების თვალსაზრისით, არამედ იყო ძალიან ბევრი ინციდენტი, რომელიც ფიზიკურ ძალადობასაც მოიცავდა. ასეთი რამ ამ არჩევნების დროს ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ მოხდა. მოსაზრება, რომ დღეს არსებული წინასაარჩევნო გარემო გაცილებით გაუმჯობესებულია, ამას სოციოლოგი მერაბ ფაჩულიაც ეთანხმება. ის ამბობს, რომ ეს სოციოლოგიურ გამოკითხვებშიც გამოჩნდა. ფაჩულიას თქმით, დღეს ამორჩეველი მასზე ზეწოლის განხორციელების ან არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ საუბრობს, ხოლო პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისგან გაცილებით პრაგმატულ დაპირებებს ისმენს. ამ დაპირებების გასაჟღერებლად კი პოლიტოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, პარტიებს ყველა ბერკეტი მიეცათ. ყველა პოლიტიკურ პარტიას უკლებლივ ვისაც რაღაც პრეტენზიას აცხადებს, აქ დაფინანსება, აქ საეთერო დრო, ყავთ თავისი წევრები საარჩევნო კომისიებში, ყავთ თავისი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიაში, გააჩნიათ თავისი ადმინისტრაციული რესურსი, ეს არის უპრეცედენტო. სამწუხაროდ ვერ შევადარებთ 2012 წლის მოვლენებს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია რომ არჩევნები დაარქვა, რაც მოხდა. წითელი ხაზები, რომ არჩევნები გაყალბდება, არჩევნები არ მივდივარ იმიტომ რომ არ ვენდობი არჩევნებს ჩემი ხმა დაიკარგება. ანუ ეს мотиваცია იმ ადამიანებს, ვინც არ მიდის, ხმის მისაცემად აღარ აქვს. სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების ნაწილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესად არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას მიიჩნევს, რაც რამაზ საყვარელიძის აზრით ქვეყნის ავტორიტარული მმართველობისას გამორიცხული იქნებოდა. მეორე ტურის ჩატარება კი საყვარელიძის შეფასებით დაყადაღებული სატელიტური თებშების, ამორჩეველზე ზეწოლის და საარჩევნო ურნების გატაცების ფონზე არ მოხდებოდა. თებშების დაპატიმრებები და ამ შემდეგ ამჟამად არ არის. როცა ავტოკრატია აქვს, იქ არ არის მეორე ტური. არავინ არ აიძულებს ადამიანებს, რომ მისცენ ხმას რომელიმე ერთ პარტიას და ამ პირობებში ხმები ისე იყოფა ხოლმე, რომ არ ყოფნის. წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილი კონკრეტული დარღვევების და რეკომენდაციების შესახებ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები მომავალ კვირას ანგარიშს გამოაქვეყნებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, ძალადობის და ფიზიკური დაპირისპირებების შემთხვევების რაოდენობის მხრივ წინასაარჩევნო ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა მათი თქმით ფიქსირდება შემთხვევების საარჩევნო კოდექსის დარღვევის მიმართულებით, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. რიგ შემთხვევებში გაუმჯობესებები, მათ შორის ძალადობის ან ზეწოლა მუქარის ასეთი დარღვევები გაცილებით მეტი იყო იმავე 2012 წლის არჩევნების წინ, თუმცა იგივე ამორჩევლის მოსყიდვის კუთხით ჩვენ ხედავთ უფრო მეტ დარღვევას. 2010 წელს კონსტიტუციაში დამტკიცებული ცვლილებების შემდეგ ქვეყნის მმართველობის ბერკეტის მოსაპოვებლად პოლიტიკური პარტიებისთვის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახდა. კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებამოსილებების დიდი ნაწილი პარლამენტსა და მთავრობაზე გადანაწილდა. ამ მნიშვნელობის არჩევნები ქვეყანაში უკვე მეორედ ტარდება.